აჭარაგურიის ანზორ კვაჭაძის თასის გათამაშებაში ოზურგეთის სასპორტო სკოლის ფეხბურთის გუნდმა ბახვი გამარჯვება მოიპოვა. ანზორ კვაჭაძის სახელობის თასზე აჭარაგურიის ტრადიციული გათამაშება ფეხბურთში ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას ბათუმის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქედისა და ოზურგეთის გუნდები იღებდნენ. ოზურგეთის სასპორტო სკოლის გუნდმა ბახვი ჩატარებული 18 მატჩიდან 15 მოგებით დაასრულა. შედეგად 45 ქულა დააგროვა და შესაბამისად პირველი ადგილი მოიპოვა. მოედანზე შეკრებილ გამარჯვებულ გუნდსა და მწვრთნელს დღეს სასპორტო სკოლის დირექტორმა გოჩა კვირჩილაძემ მადლობა გადაუხადა და წარმატება მიულოცა. საუკეთესო მოთამაშეებად ცველი ირაკლი ვაშაყმაძე, თავდამსხმელი ლუკა ვაშალომიძე და თავდამსხმელი ოთარ ბოლქვაძე დასახელდნენ. მე ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენმა გუნდმა მოიგო ძალიან დიდი შრომა გამოიყო გოჩა მასწავლებელმა, გოჩა კრასოტინმა და შედეგსაც მივაღწიეთ და მომავლისთვის ჩვენ ქუთაისის ზონაზე ვაპირებთ გასვლას და იმედია წარმატებას მოვიღოთ. მივიღეთ მონაწილეობა ამ ტურნირში, რა თქმა უნდა, ოზურგეთის ხელმძღვანელობის, სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობის შესაძლებლობით, დაფინანსებით, გვერდში დგომით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ნამდვილად არ ველოდებოდით ამ ეტაპზე, პირველ ადგილს. ამ თაობაზე, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, ბათუმის დინამოს მარხას მახარაძის შეფასებით, რომ არაერთი შეიძლება სხვადასხვა დიდი თამაში და დიდი გუნდის წარმომადგენლები გახდნენ ეს თითეული ბავშვები. მე მინდა უსურო აი ამ მოსწავლეებს, აი ამ ფეხბურთელებს, რომ დიდ ფეხბურთში გვეხილოს ეს ბავშვები სხვადასხვა სერიოზულ კლუბებში გვეხილოს და მიულოცავ მთელი სულიერებით, მიულოცავ მთელი სასპორტო სკოლის ადმინისტრაცია აი ამ დიდ წარმატებას და უსურვებ, რომ ასეთი წარმატებული გზით ევლოს მთელ აი ამ გუნდს და ყველა სპორტულ გუნდებს, რომლებიც სასპორტო სკოლაში არიან გაერთიანებული და გაწევრიანებული.